სულ 70-იან წლებიდან ვიყავით სამი სოფელი ცალ-ცალკე. საბჭოებისთან საბჭო ერთი იყო და სოფელი სამი საბჭოების დამსხვილება და იწყეს საბჭო ყველა სოფლები თელ საქართველოსა ჩვენთან 3-4 სოფელი შეგვერდეს გავდით ერთ სოფელი დაერქვა სოფელს დაერქვა ბაზალეთი ღარიხე სკროლს და ერთი ხელმძღვანელობა და ყველაფერი ყველაფერი შეერთა მეცხოლო 20 ძროხა 40 გახდა ასე დამსხვილდა სოფლები ამის შემდეგ მე პირადად მუშაობდი ამ ეს მეცხოლო მებარა ძროხები მე ძროხები გადავიდა ბაზარში აქ მოზარდი გადმოვიდა ამ მოზარდი მებარა მე მთლიანად რაც მოზარდი არსებობდა აქ გადმოვიდა ფერმები აქ შენობები და ამ შენობები მოზარდი შევისო ამ მოზარდი ულიდი მე ფერმაში იყო 150 სულ მოზარდი არსებობდა ამ ფერმების იმატებდა იკლებდა და აქედან ზის ამადა ვაბარებს ხორცი ქონა 10 ტონა და გეგმილი უნდა შესრულიყო არ სრულებოდა ამ ხორცი გემ ამ საკონი არ ყოფნიდა გადაწყდა რომ შეგვნა მეღორევის ფერმა ეს მეღორევის ფერმა გადავწყვიტეთ რომ აგერ ჩემს სამში გამა 10 დედაორი შეიყიდა თავრობამ და მის ნაშენ წებიდან მომშავლა ორი მივიდა 200 სულად ეს მეღორეობას ძალიან შველი და ბუნება შემოდგომაზე წაბლიც ძალიან და ეს ხორის ჭამა მაინც და მაინც ბუნებრივად ძალიან სრულხებ იმატებდა 100 კილო უნდა გაყმარიყო ერთი სული და ის 200-ს მიდიოდა შემოდგომაზე და ძალიან იოლად ვასრულებ მე ამ ხორცის გემ აღარ გვიჭირდა 200 სულამდე იყო ძალიანად საკონელი და 200 სულამდე ყორიც წელიწადში 30 ტონა ხორცი მოსახლებიან ყოველდღიურად უნდა ჩაბარებულიყო ვასრულებ და გეგავს ამ ფერმაში იყო წველები ცალკე 2-3 წველები იყო მომელი სიტყვაზე ფერმის გამეთავისთაბასა და ამ ფერმებში იყო დასახმებული 1000-მდე ადამიანი ერთ ძროხაზე იყო გეგმა 1500 ლიტრი და სრულდებოდა ეს გეგმა 1500 ლიტრი წველი ერთი ძროხა ამ ფერმას ხელმძღვანელი მე ულიდი ამ საქონელს ვალდებული მე ვიყავი პარალელურად ბრიგადირიც ვიყავი ამ სოფლის ბრიგადირი და ურამი არსებობდა გეგმა სამინდი ყურძენი კი არა პანტა და შეგვიძლია მანქანები დობარები ტყემლიდან და წელი და პანტა და წელი სულ სამსე იყო მანქანები დობარები სამას ქონა მოწყობ დოლი საკარდენის და თავისუფლად დროს ვატარებით ასე ვერტობოდი გავიხსენება და დოლი როგორ რა თქმა უნდა უკეთესად უგურავდი ასე ჩემ საში იყო სუსუბრა გაშლილი ახლა ყო სულ 20 სულამდე საგონე ორი ასე პარალელურად ორი დედა ორი ამის მერე ნაშენი ბრუნავს ჩაულევრად მაგისები კარგი მეურნეობა მე უკვე ასე შევდა ჩემი ბიჭები ხელოსანი ვიყავი და აგრძელებენ ხელობას აშენებენ სახლებს მუშაობენ მეურნეობას მიწა წყალი ეს ისე გვაქვს ჩაულებრივად ერთი 3 გექტრამდე სულ ყველას გვაქვს მიწები და მომუშავეთ ისე ჩაულებრივად სოფლის მეურნეობის საკითხი ვაგვარებ და მართას რასაც ხელობის თემაში აკეთებდა თავის დროზე ეხლა ასაკის გამო ინდონეზია აღარ შეუძლია ვაგრძელებ ძალიან დიდი სიხარულით და ვცდილობ რომ დაგავაწვილო და ძალიან კარგად მივხვე ამ საქმიანად მაგდელებ ასე რომ ოჯახის საქმეს მეურნეობა რასაც ქვია მივხვები ნენელა და ვენახია საქონელია ხორებია ვენახე არავჩერა ჩვენ სამტონო და უძენ ისევ მოყავს ბადი პჭელიძის ოჯახი არის ისევ სტუმრიანი და ისევ ძლიერი მე დავიბადე და გავიზრდე ღარიხევში. ჩვენთვის ყველაფერია ღარიხევი.